გამარჯობა, ეთერშია ქრონიკა 14-ზე მე კეთიკა შაკაშვილი ვარ, გამოშვებაში ნახავთ. ჰელსინკის კომისიაში საქართველოში არსებული ვითარების შესახებ მოსმენა გადაიდო. ქართული ოცნებისთვის მიზეზი არალოგიკურია. შეწყალებული პატიმრების სასჯელ აღსრულების დაწესებულებებს ტოვებენ. პრეზიდენტმა 59 პატიმარი შეიწყალა. ადმინისტრაციაში ამ წუთებში საკოორდინაციო ჯგუფის წევრები ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს ხვდებიან. შეხვედრის მიზანი ამ შემთხვევაშიც ფასების რეგულირებაა. ნინო არღულიანია თემით პირდაპირ ეთერში. მთავრობის საკოორდინაციო კომისია რიგით მეოთხე შეხვედრას დღეს ფარმაცევტული კომპანიების ხელმძღვანელებთან მართავს. კომპანიების წარმომადგენლებმა კი შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან თქვეს, რომ მთავრობას რეფერენტული ფასები მედიკამენტების 1/3-ზე უკვე დადგენილი აქვს და მათივე ინფორმაციით მედიკამენტების უმრავლესობაზე ჯანდაცვის სამინისტრო ფასების ზედაზღვარის დადგენას უახლოეს პერიოდში გეგმავს. შესაბამისად, მათთვის უცნობია ამ დროისთვის სად ხედავს მთავრობა იმის სივრცეს, რომ მედიკამენტებზე ფასები შემცირდეს. ბიზნესი აცხადებს, რომ დღეს მოусმენენ პრემიერ-მინისტრს და სწორედ პრემიერ-მინისტრისგან ელოდებიან კონკრეტულ წინადადებებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა შემცირდეს ქვეყანაში წამლებზე ფასები. მოქმედეს რეფერენტული ფასები, ანუ ფასებს ადგენს სახელმწიფო. დაახლოებით მედიკამენტების 2/3-ზე უკვე არსებობს რეფერენტული ფასები. როგორც მე მაქვს დადასტურებული ინფორმაცია, ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს იმ დანარჩენ რაოდენობაზე და მაგაზეც შემოღებული იქნება რეფერენტული ფასები. აქედან გამომდინარე, ფასებზე კონტროლი ეს არ არის ფარმაცევტული სექტორის მხარე, ეს არის ამას გვიდგენს სახელმწიფო. აქედან გამომდინარე, არ ვიცი რა შემოთავაზებები იქნება. თუ საუბარია ისეთ პარასამკურნალო საშუალებებზე, რომელიც ამ ეს რეგულაცია არ ეხება, ეს არის მოვლის საშუალებები, ბავშვთა მოვლის, კვების და ასე შემდეგ. იქ არ ვიცი ხარ რა რესურსია, როგორ რას ნახავს სექტორი, რა საშუალებებს გამონახავს, რომ ფასებმა დაიწყოს. საკვებზე და წამლებზე ურის განსხვავებული თემა. უკვე არსებობს სახელმწიფო რეფორმა წამლების ფასთან დაკავშირებით. შესაბამისად, დღეს კიდევ თუ რამე რესურსია და რამე უნდა სახელმწიფოს რომ გაატაროს ამ მიმართულებით, ჩვენ მზათა ვართ მოვისმინოთ და ვითანართოთ როგორც თანამშრომლობით აქამდე. რესურსის ყოველთვის არსებობს თანამშრომლობის საფუძველზე. ჩვენ საუბარი არის იმაზე, რომ ფამართლიან ფასებზეა ლაპარაკი, რომელიც უნდა იყოს. ამიტომ ეს პროცესი ფასთა წარმოქმნის რეგულაციის საქართველოში უკვე რამდენიმე წელი დაწყებულია. საუბარი ალბათ არის პროცესის უფრო გაუმჯობესებაზე, მეთოდოლოგიის დახვეწაზე და გავრცელებაზე მედიკამენტების შემდეგ ჯგუფებში. დაახლოებით 7000 მედიკამენტი საქართველოში უკვე არის რეფერენტული ფასების სიაში. ეს იმას ნიშნავს, რომ მათი ფასი რეგულირდება გარე რეფერენტული სისტემით. მაგრამ კიდე ერთი მაგდენივე სავარაუდოდ რჩება ფასების გარდა. ალბათ პირველ ეტაპზე უპირიანია ვისაუბროთ რეცეპტორულ მედიკამენტებზე, მედიკამენტებზე, რომლებიც გამოიყენება ქრონიკული დაავადების სამკურნალოდ. ფასები არის რეგულირებადი, უმეტეს მედიკამენტზე, რომელიც აბსოლუტურად ქრონიკული პაციენტებისთვის არის დანიშნული. უბრალოდ არის რაღაც ლუფტი მედიკამენტების დარჩენილი, რომელიც ეტაპობრივად ისედაც უნდა, გეგმიურად უნდა შესულიყო რეფერენტულ რეგულირებაში. სავარაუდოდ ამაზე იქნება საუბარი. მედიკამენტების საკვები პროდუქტის საწვავი. მთავრობის მეთაურის ინიციატივა ფასების შემცირებასთან დაკავშირებით სწორედ ამ საკითხებს ეხება. დღეს კი კომისია, როგორც უკვე მოისმინეთ, ფარმაცევტული კომპანიის ხელმძღვანელებს ხვდება. კომისიის ხდომას 20-მდე კომპანიის პირველი პირი ესწრება. ეს ნინო არღულიანი იყო, პარლამენტის თავმჯდომარე უპასუხებს მედიის შეკითხვებს. პირდაპირ ეთერში ვრთავთ შალვა პაპუაშვილს. რომ საქართველოს დაბრუნდა რუსულ ორბიტაზე, რას ნიშნავს ეს განცხადება საქართველოსთვის? უპირველეს ყოვლისა, ყველას შეგახსენებთ, რომ მაია სანდუ არის ის ადამიანი, რომელმაც 4 ოქტომბერს ხელისუფლების დამხობის პროცესს დაუჭირა მხარე. მაშინ, როდესაც საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე მიდიოდა ძალადობრივი შტურმი, ზუსტად იმ დროს, 4 ოქტომბერს, იმ წუთებში, როდესაც მიდიოდა შტურმი პრეზიდენტის სასახლესა, მან საჯარო განცხადებით მხარი დაუჭირა ხელისუფლების დამხობაში მონაწილე ჯგუფს.
რაც უკვე აჩვენებს თავისთავად თუ რა ღირებულებით საწყისებზე დგას ეს ადამიანი ერთი და მეორე ესეც აჩვენებს რომ ის ამას აკეთებს ხვების კარნახით, ამის დიდი ეჭვია, ვინაიდან წელიწადში ერთხელ გავახსენდებით ხოლმე და რატომღაც ფიქრობს რომ აქვს რაიმე მორალური, პოლიტიკური, იდეოლოგიური უპირატესობა, რომ ქართულ ხალხს ესაუბროს ამ ტონით. ამიტომ რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ვისმენთ ამგვარ ანტიქართულ რიტორიკას მოლდოვის პრეზიდენტის მხრიდან, ეს არის სრულიად აღმაშფოთებელი და მნიშვნელოვანი არის, რომ ამაზე იყოს რეაქცია. კიდევ ერთხელ, ჩვენ ალბათ თავის დროზეც უნდა გქონოდა ძალიან მკაფიო რეაქცია, გარდა განცხადებებისა, როდესაც მოლდოვის პრეზიდენტმა ღიად მხარი დაუჭირა ხელისუფლების ძალადობის დამხობაში მონაწილე ჯგუფებს. ასე რომ ამ ხრივ მე მგონი გასაგებია რასთან გვაქვს საქმე და მეორე ეს არის ადამიანი, რომელიც მხარს უჭერს საკუთარი სახელმწიფოს გაუქმებას. და არ მგონია საერთოდ რომ აქ საერთოდ ჩვენ სალაპარაკო გქონდეს რაიმე სახელმწიფოებრივი ღირებულებებზე. ხომ როცა ის საუბრობს ამა თუ იმ ორბიტაზე დაკავშირებასთან თუ ასე შემდეგ, ამა თუ იმ სახელმწიფოსთან, მე მგონი მისი განცხადება, რომ ის მხარს უჭერს საკუთარი სახელმწიფოს გაუქმებას და შეგახსენებთ мотивაციას. ესეც მნიშვნელოვანია, ვინაიდან შემდეგ როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე ჩვენი შინაზარდი ძალათ ევროპელები ხოლმე ყველას ეკომაგებიან საქართველოს და საკუთარი ქვეყნის გარდა. შეგახსენებთ რა იყო დასაბუთება ქალბატონის სანდუსი და ამაში რაიმე ასე ვთქვათ ცრუ აზრები არ ქონდეს. მისი დასაბუთება იყო არა ის რომ მოლდოველი ხალხი და რუმინელი ხალხს რაღაც რომ მათ კავშირი აქვს და ასე შემდეგ. მისი დასაბუთება იყო რომ მოლდოვა არის პატარა სახელმწიფო და პატარა სახელმწიფო ვერ გადარჩება და ამიტომ უნდა შეუერთდეს დიდ სახელმწიფოს. ეს იყო მისი мотивация და არა ის რომ კულტურული თუ ეროვნული კავშირები არსებობს მოლდოველებს და რუმინელებს შორის. ამიტომ როდესაც სახელმწიფოს მეთაური ამბობს რომ ეპატარავება თავის სახელმწიფო და უბრალოდ იმდენად მცირედ მიაჩნია რომ ფიქრობს რომ იმისთვის რომ გადარჩეს საჭიროა რომ გაუქმდეს სახელმწიფო, მზად არის რომ ხარი დაუჭერს საკუთარი სახელმწიფოს გაუქმებას. მე მგონი აქ ფაქტია რომ ჩვენ მართლაც სხვადასხვა ორბიტაზე ვართ ღირებულებების მხრივ. ასე რომ ამ ხრივ რა თქმა უნდა ჩვენ მოლდოვას ვერ გავუწევთ რაიმე კონკურენციას. ზეჰილის სტატიაზე გითხავთ ალბათ ნახავთ თქვენი ისინი წერენ რომ საქართველოსთან დაკავშირებული ლობის ეწევა სტივ ნიკალსონი რომელიც ეწინააღმდეგება მეგობარი აქტის მიღებას ამერიკაში. ერთის მხრივ ეს ნაწილი მეგობარი აქტი რომელიც მოამზადა ჯოელსონმა და მეორეს მხრივ ამ ადამიანის განცხადებების თავაზე არის იქ საუბარი რომ მისი მიზანი არის რომ საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობები გადაიბირთოს. ის საუბრობს რომ ბაიდენის ადმინისტრაციის ძიმე მემკვიდრეობა შეუშალა ამ ყველაფრის ხელით და პირიქით. ნუ ვერ გეტყვით რას ეფუძნება ან რა ფაქტობრივი წინაპირობები უდგავს ამგვარ განცხადებებს. ერთი რამე შეგვიძლია თქვა ჩვენი საქართველოს ხელისუფლების სახელით ჩვენ არაფრის ლობირებას და ასე ვთქვათ არ ვაპირებთ და არ ვსაჭიროებთ. ჩვენ თქვით რომ ქართულ ხალხს ბევრია გაკეთებული იმისთვის რომ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში ეჩვენებინა რომ ჩვენ ვართ არამხოლოდ ქვეყანა რომელიც არამხოლოდ რომელსაც სურს არამხოლოდ სარგებლის მიღება ასე ვთქვათ და თავად კონდეს სარგებელი ამ ურთიერთობაში, არამედ მზად არის მხარში დაუდგეს მას ვისთანაც სტრატეგიულ პარტნიორობას აკავშირებს. ასევე ჩვენ ამერიკელ ხალხს და ამერიკის ხელისუფლებას არაერთხელ დაუდექით გვერდში. ამას წინ ვისმენთ ჩვენ დანიის განცხადებას მათი ავღანეთში მონაწილეობასთან დაკავშირებით. საქართველოს შეგახსენებთ რომ ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის იყო ყველაზე დიდი სამხედრო კონტინგენტი წარმოდგენილი ავღანეთში. მეორე საქართველოს ნატოს წევრ ქვეყნებს შორისაც კი მეოთხე იყო კონტინგენტის რაოდენობით და მესამე საქართველოს ერთსულ მოსახლეზე გადაანგარიშებით საქართველოს ყველაზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა ამ ომში, სადაც ჩვენ ამერიკელებთან ერთად ხარდამხარ ვიბრძოდით. და ამის საპირწონედ ჩვენ რო ხედავთ თუნდაც ჰელსინკის კომისიის თუ სხვადასხვა ცალკეული კონგრესმენის მხრიდან ანტიქართულ რიტორიკას, ეს აჩვენებს უბრალოდ ამ ადამიანების მხრიდან დაუფასებლობას ქართული ხალხის წვლისა ჩვენს საერთო საქმეში და ერთმანეთის გვერდში დგომაში. ასე რომ კიდევ ერთხელ ეს შიდა პოლიტიკური საკითხები არ ვიცი მათი გადასაწყვეტი არის ჩვენ
ზოგადად ფიქრობთ, რომ ეს სისტემა თავისთავად არ არის სწორი, როდესაც ხედავთ ჩვენ რომ რაღაც ლობისტური ძალისხმევებით და თავად ხედავთ ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ეს არაერთხელ გამხდარა თქვა სკანდალის საფუძველი, რომ სხვადასხვა ლობისტური ინტერესებით, არა გულწრფელი პოლიტიკური мотивაციით და პოლიტიკური იდეების საფუძველზე, არამედ რაღაც სარგებლის სანაცვლოდ ხდება ესა თუ ის მოქმედება, მაგრამ არ მაგას ვერაფერს ვერ ვიტყვი, თავარი არის ერთი რამე, რომ თუნდაც ჰელსინკის კომისიასთან დაკავშირებითაც, რომ უნდა შეწყდეს ანტიქართული რიტორიკა იმისთვის, რომ მოხდეს ჩვენი ურთიერთობების გადაწყვეტა. აი სტივ ნიკანდროსი პირველი არჩინება ქართული ოცნების დამცველად, ასე ვთქვათ, დაახლოებით 2 თვის წინ ჩვენ პირადად მოვიპოვეთ ეს წერილი, ოფიციალური წერილი, რომელთაც ის მიმართავდა კონგრესმენებს და მადლობას უხდიდა მაგალითად იმაზე, რომ არა დაუჭირეს მხარი ქართული ოცნების არაღიარების აქტს. ახლა ვხედავთ, რომ მეგობარი აქტის წინააღმდეგ ის იბრძვის. რამე არაფორმალური გარიგება არსებობს ქართული ჩვენ ნიკანდროს შორის თუ რატომ ლობირებს ის ასე არ ვიცი საერთოდ ის რასაც სტატიაში არის საუბარი რამდენად სწორია თუ არ არის სწორი ეს ერთი და მეორე ჩვენ არანაირად ხო იქ არ ვიცი შეიძლება იქ მოგეჩი და რა პროცესებია ეს ერთი საკითხი ჩვენ ამ საკითხთან არანაირი კავშირი არ გვაქვს და ჩვენ არანაირ დაცვას და წარმოდგენას ქართული ხალხი არ საჭიროებს. ქართული ხალხის თავი დამცველი არის ის საქმე, რაც ჩვენ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში გაგვიკეთებია. ამის დანახვა არის საჭირო, მეტი არაფერი იმისთვის, რომ გააზრებული იქნეს თუ რა როლი აქვს თავის დროზე საქართველოს შეტანილი ამ სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებაში. ასე რომ კიდევ ერთხელ ჩვენ არაფერი დასაცავი ქართულ ხალხს არ აქვს. ჩვენ არც კიდევ ერთხელ არც ოფიციალურად თუ არაოფიციალურად თუ რაც კიდათ ის დაარქვით არანაირი ლობისტურ მომსახურებას ჩვენ არ წვდებით. ვერ გეტყვით მას კითხეთ თუ კი ეს სიმართლე არის არც ვიცი, მაგრამ თუ კი სიმართლე არის მას უნდა კითხოთ ხა ვიცი რა მეინტერესებს. ეს მოსმენა უნდა გამართულიყოს საქართველოსთან დაკავშირებით, თუმცა ოფიციალური ინფორმაციით როგორც თქვეს, ამ უდრის გამო გაუქმდა ეს მოსმენა ზოგადად ასამსახურებოდა ეს მოსმენა, მაშინ როდესაც თავმჯდომარე არის ჯოლსონი, ასევე მიწვეული კომისია ვლადიმერ თორტონი, მათი მონაწილეობით ეს მოსმენა და ასევე მიზეზი გაუქმების ნაკლებად. ხო, მე ჩავხედე სხვა ჩვენს ამინდის პროგნოზს ვაშინგტონისთვის და მზიანი უნალექო ამინდია და როგორც ჩანს ალბათ ვაშინგტონში ალაგ-ალაგ ქარიქრის და შეიძლება იმ ალაგზე ცუდი ამინდია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვერ გეტყვით ან სხდომის მოწევა რა იყო, ან სხდომის გადადება რა იყო, ვერ გეტყვით, თუმცა ერთი რამე კი თვალში საწვდომი იყო, როდესაც პრეზიდენტ ტრამპის მტერი ლორა თორნტონი, რომელიც მას სექსუალურ მოძალადედ მოიხსენიებს, როდესაც პრეზიდენტ ტრამპის მტერს ჩვენების მისაცემად იწვევ, მე მგონი პირველ რიგში საკუთარი თავის დისკრედიტაციას აკეთებს ჰელსინკის კომისია ამ ფაქტით, როდესაც ყველაზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის წინააღმდეგ ტყუილების შემთხზელ ქალბატონ თორნტონს იწვევ მოწმედ. შესაბამისად მისი სანდოობა რამდენად შეიძლება იყოს ასე ვთქვათ სერიოზული კონგრესისთვის, ესეც კი მეტყოლებს. კიდევ ერთხელ, როდესაც პრეზიდენტ ტრამპის მტერს რესპუბლიკური პარტიის წევრი ჰელსინკის კომისიის წევრები, რომელიც რესპუბლიკურ პარტიას მიეკუთვნებიან, პრეზიდენტ ტრამპის მტერს იწვევენ მოწმედ, ეს უკვე მეტყოლებს, რომ ან ვერ ერკვევიან საკითხებში და ვისთან საუბრობენ, ვისთან აქვს საქმე, ასე ვთქვათ და თუ ასეთ ხალხს ეყრდნობიან თავისი აზრის ჩამოსაყალებლად, კარგად ყოფილა რაღაცა. ოქტომბრის საფრთხესთან დაკავშირებით ვიკითხავთ, შეიძლება უცხოეთიდან დაფინანსებული გამჭვირვალება საქართველოს, ისევე როგორც ოპოზიციური მედია და პირველი 4 ოქტომბრის ხელისუფლების დამხობის საქმეს მოიხსენიებს როგორც სასახლის ხობის დამხობის საქმე. თქვენთვის როგორ გასწრება ეს არის კარგი დასტური იმისა, თუ რატომ არის ჩუმად დღემდე ევროკავშირის ელჩი და არ გმოს 4 ოქტომბრის ძალადობას, რატომ არის ჩუმად დღემდე ევროკომისია, რომელიც არ გმოს 4 ოქტომბრის ძალადობას, სწორედ ეს არის, მათ გარკვეული პაუზა აიღეს, რომ ეს თემა 4 ოქტომბრის ხელისუფლების დამხობის მცდელობა, თემა ასე ვთქვათ, გარკვეული დრო გასულიყო, ამოესუნთქა ბრიუსელს და ასეთი აგრესიული კამპანიით შემოსულიყო, რასაც ახლა აკეთებს მის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციის ხელით, როდესაც ცდილობენ ხელისუფლების დამხობის ცდილობას
ასე ვთქვათ, დააკნინონ და სასახლის ღობე სცენარი უწოდენ და გაიმეორონ ერთ-ერთში ის ნარატივი, რომელსაც ამკვიდრებს პარტიული ტელევიზია TV1. და ეს არის ზუსტად ევროკავშირის ცივილიზაციული უფსკრუჯის ჩახედვა, რასაც ჩვენ უყურებთ. ეს არის ზუსტად რასაც აკეთებს ევროკავშირის საელჩო, როდესაც არ დაგმობით ახალისებს, აქეზებს შემდგომ ძალადობებს და ეს არის სწორედ იმის მიზეზი, რომ ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა, რომელიც შარშან მათ შორის ევროპული დაფინანსებით ჩაერია არჩევნებში, შემდეგ ცდილობდა არჩევნების შედეგების დისკრედიტაციას, 25 წელს ევროკომისიამ მილიონი ლარით დააფინანსა საერთაშორისო გამჭვირვალობა, დღემდე ის ხარჯავს ევროკავშირის ფულს და სხვათა შორის მთელი ირონია იმაში არის, რომ ფორმალური საბაბი, ასე ვთქვათ, დაფინანსებისა არის დეზინფორმაციის და კოორდინირებული კამპანიის წინააღმდეგ ბრძოლა. და ზუსტად აი თუნდაც აი ამ დღევანდელი მათი განცხადებით ისინი ევროკავშირის ფულს იყენებენ დეზინფორმაციისთვის, რომ წარმოაჩინონ 4 ოქტომბრის ძალადობა წარმოაჩინონ რაღაც დაკნინებულ ფორმაში დეზინფორმაციისთვის და კოორდინირებული კამპანიისთვის. მე ყველა შევახსენებ. 4 ოქტომბერს 30-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა. 21 პოლიციელის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო. ამ შიდა ტერორისტებს, ოდესაც ევროკავშირის ფულით ამართლებენ, ეს არის სირცხვილი, უპირველეს ყოვლისა ევროკავშირის საელჩოსი, რომელსაც ევალება, რომ ყურადღება მიაქციოს, რამდენად რა მიზნებით იხარჯება ევროკავშირის მოქალაქეების ფული და ეს არის სირცხვილი, რა თქმა უნდა, როდესაც ევროკავშირის საელჩო უშვებს, რომ ევროკავშირის ფულით მოხდეს შიდა ტერორიზმის გამართლება, რასაც ჩვენ 4 ოქტომბერს უყურეთ, მოხდეს პოლიციელზე ძალადობის გამართლება და ამიტომაც იყო, რომ ერთი პოლიციელი არ მოუნახელებია ევროკავშირის ელჩს 4 ოქტომბრის შემდეგ, ერთი განცხადება არ გაუკეთებია, სადაც ის მკაფიოდ დაგმობდა მათ შორის მისგან დაფინანსებული ადამიანების მონაწილეობას 4 ოქტომბრის პროცესში და ჩვენ ხედავთ იქ ვინ იყვნენ სახეები ამ პროცესებისა. ამის შედეგი არის, რომ დღეს საერთაშორისო გამჭვირვალობა უკვე პირდაპირ ეს არის ნიშანი იმისა, რომ ეხლა უკვე ჩაერთვებიან უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ები აგრესიულ კამპანიაში იმისთვის, რომ გაამართლონ შიდა ტერორიზმი, გაამართლონ პოლიციელების თავდასხმა, გაამართლონ სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობები. ამაში იხარჯება დღეს ევროკავშირის ფული. ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით, რომ ევროკავშირის საელჩომ ამასთან დაკავშირებით თავის პოზიცია უნდა გვაჩვენოს. რაც შეეხება ამ კითხვებს, კიდევ ერთხელ, მისი ფული იხარჯება დღეს შიდა ტერორიზმის გამართლებაში. და ეს არის სირცხვილი კიდევ ერთხელ და თუ უნდა რომ ეს სირცხვილი არ იყოს მათი ნაწილი, საჭირო არის ამისგან მკაფიოდ გამიჯვნა და თუ ევროკავშირი და შესაბამისი სტრუქტურები პატიოსანი დაფინანსებით იყვნენ დაინტერესებული, დღესვე შეწყვეტენ იმ მილიონი ლარის დაფინანსებას, რომელიც საერთაშორისო გამჭვირვალობას აქვს დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის და თავად ავრცელებს დეზინფორმაციას და ჩართულია კოორდინირებულ კამპანიაში. კითხოთ ბატონ შალო, თუ შეიძლება პირველი ეხება სურსათის ფასების რეგულირების პროცესს. ხედავთ, რომ მუშაობა აქტიურად დაიწყო, დღეს უკვე ფარმაცევტების ხდება, მანამდე იყო სხვადასხვა შეხვედრა, დაემატა ორი ნაწილი, მედიკამენტებიც და ასევე საწვევის ნაწილი. უშუალოდ ის საპარლამენტო მუშაობის ნაწილს თქვენ როგორ ხედავთ, იმიტომ რომ მომდევნო კვირიდან უკვე კომისიის საკმაოდ უნდა ვატებინოს. ქართული ოცნების ფრაქციის მიერ უკვე დაინიცირებული არის დადგენილების პროექტი დროებით კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, რომელიც მომავალ კვირას იხსნება საგაზაფხულო სესია და პირველივე ოქტომბერზე მოხდება განხილვა და შექმნა დროებითი კომისიის, რომელიც შესაბამისად სამივე საკითხს, როგორც პროდუქტზე, ისე მედიკამენტებზე, ისე საწვავთან დაკავშირებით საკითხებს შეისწავლის და გვექნება შესაძლებლობა, რომ მთელი საზოგადოება იყოს ამაში ჩართული საჯარო სხდომების მეშვეობით, ყველამ ერთად მოვისმინოთ როგორ ხდება ამ სფეროებში ფასების წარმოქმნა, თავად იქნება ეს მწარმოებელი, დისტრიბიუტორი თუ სხვა
რგოლი ამ ბიზნესებისა. თავად მათგან მოვისმინოთ და ხედავთ ჩვენ მათ გაცხადებებს, რომ ისინი ხედავენ შესაძლებლობას ფასების დაწევისა, მიუთითებენ გარკვეულ საკითხებზე, რომელიც შეიძლება დარეგულირდეს, შეიძლება საკანონმდებლო სახით, შეიძლება პრაქტიკა არის შესაძლებელი, შეიძლება მათ შორის ცნობიერების მხრივ საზოგადოებამაც ამას ყურადღება მიაქციოს. ეს ყველაფერი იქნება საჯარო პროცესი, ჩართული იქნება ყველა დაინტერესებული პირის შესაბამისად ჩვენ ერთად შევძლებთ საზოგადოებასთან ერთად საკითხში გარკვევას და გადაწყვეტილებებს პირად. ამერიკის ინიციატივას უკვე დებატებთან და მის საჭიროებასთან დაკავშირებით. თქვენ ვისთან ხედავთ ამ ინიციატივის განხორციელების პერსპექტივას, სად ხედავთ ესეთ ცენტრს, რომ გამოთქვამზეობა ნაწილმა კი უარი განიცადა. აი ამ საკითხთან დაკავშირებით დავაბადებ ხდება კითხვაც, რომ თქვენ ოპოზიციურ არხებზე თუ ითანამშრომლებთ, თუ მიხვალთ მაგალითად პირველი როგორც არის ფორმულა ასევე კალიტრაი ამ ნაწილზე თქვენ. პირველი მე მგონი ძალიან კარგი იყო ეს დაახლოებით ერთი კვირა რაც ეს ინიციატივა გაჟღერდა და ნახეთ ჩვენ კარგი იყო რომ საზოგადოებამ დაინახა რადიკალების რეაქცია და ამითი კიდევ ერთხელ დარწმუნდა ყველა ვინ რა ჯგუფები არიან ისინი რომლებიც კრძალავენ დისკუსიას და უნდათ ყვირილი და არა საუბარი. მათ შორის ნიშანდობლივი არის სალომე ზურაბიშვილის მხრიდან დამოკიდებულება რომ არავინ არ ჩაერთოს დისკუსიაში. სალომე ზურაბიშვილი თუ კი გავითვალისწინებს მის სხვადასხვა შეხვედრებს და კონტაქტებს და კომუნიკაციებს, მისი სახით გვესაუბრებიან ჩვენ ზოგიერთი უცხოური ჯგუფები. ასე რომ პირდაპირ მისი სახით განგვიცხადეს, უბრალოდ სიგნალი მისცეს მათ მიერ დაფინანსებულ ჯგუფებს და ხარდაჭერა ჯგუფებს, რომ არანაირ დისკუსიაში, დიალოგში არ შევიდნენ. რატომ? და ესეც ხშირად მოგვისმენია მათგან, რატომ? იმიტომ რომ ამ სცენაზე ისინი სუსტები არიან და ასე ვთქვათ, ვერანაირად ვერ წარმოაჩენენ თავის არგუმენტებს. მე შეგახსენებთ, რომ როდესაც შარშან არჩევნების შემდეგ ვნახეთ ჩვენ ძალადობრივი აქციები, მაშინ პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, რომ მზად ვიყავით, მათ შორის ის და მეც დამსდარ ვიყავით საჯაროდ მედიაში, თავად დაესახელებინათ ვინ იქნებოდნენ მათი ფალავნები, თუ კი რაიმე სათქმელი ქონდათ და გვესაუბრეთ რა შევწყვიტეთ, ერთი რა იყო დაწყებული და რა შევწყვიტეთ ამ 28 ნოემბერს. ეხლა ხო ყველა მიხვდა, რომ იყო ეს აბსოლუტური ფარსი, რაც მაშინ მოიფიქრა რამდენიმე უცხოელმა, მათ შორის რამდენიმე დიპლომატი ჩაერთო ამაში, ფარსი, თითქოს რაღაცა იყო მოლაპარაკება დაწყებული, რომელიც ჩვენ შევწყვიტეთ. აქვე შეგახსენებთ სხვათა შორის, რომ მოლაპარაკების გახსნის გადაწყვეტილება უკრაინაზე და მოლდოვაზე რომ მიიღო, ევროკომისიამ დღემდე არ დაუწყიათ. გავიდა გერ 3 წელი მე მგონი უკვე თუ 2 წელი და დღემდე იქაც კი არ დაწყდება მოლაპარაკება საქართველოზე მინისაუბროს, მაგრამ ასე უტიფრად ბრიუსელიდან თქვენს ტყუილი, რომ თითქოს რაღაცა შეაჩერა თუ შეწყვიტა საქართველოს, დღემდე ამ ტყუილს ამბობენ ბრიუსელიდან და ამ ტყუილი წააქეზეს ძალადობა საქართველოს თბილისის ქუჩებში. ჩვენ მაშინ შევთავაზეთ ყველას, რომ მოდი თავად დაველაპარაკოთ და საზოგადოება მიხვდებოდა საბოლოო ჯამში, რომ ის იყო აბსოლუტური ტყუილი და ნახეთ თქვენ მაშინ, რომ ჩაჩეხეს ყველანაირი შესაძლებლობა გარედან მითითებით, არანაირი საჯარო დისკუსია. ახლა დრო არის მოლოტოვის კოქტეილების სროლით, რომელიც ასევე ევროკავშირის დაფინანსებული პროპაგანდის შედეგი იყო, როდესაც მოხდეს რაღაც იდეალიზება ძალადობისა და აუკრძალეს ნებისმიერი დისკუსია. ასე რომ ქალბატონი სალომეს ეს განცხადება, ქალბატონი სალომეს პირი ჩვენ გვესაუბრება სინამდვილეში ის უცხოური ჯგუფები, რომლებიც მართავს რადიკალებს საქართველოში. რაც შეეხება ჩვენს განაცხადს, კიდევ ერთხელ თავად ის ფაქტის დებატებს რო დავფიქრდეთ, ხომ? ჩვენ ხო სინამდვილეში ამ დებატებში არის საქართველოს ხელისუფლება განუწყვეტლი. აი დღეს ჩემი დღევანდელი, ასე ვთქვათ, ბრიფინგი კომენტარი, პრემიერ-მინისტრი, რომელიც კვირაში ერთხელ მაინც ყველა მედიასთან არის. რეალურად ჩვენ მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ პარტიული რადიკალური ოპოზიციის პარტიული ტელევიზიები არიან, ჩვენ ხო იმ პარტიებთან დებატი გამოდის, როდესაც მათი მედიის წარმომადგენლები არიან მონაწილე, ვთქვათ, ამგვარი, ასე ვთქვათ, ინტერაქციისა მედიასთან. ასე რომ ჩვენ არ ყოფილა კითხვა, რომელიც ვინმეს დასმა უნდოდა და უმაღლეს თანამდებობის პირების მიმართ პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარეს, კომიტეტების თავმჯდომარეები, მინისტრები არ არსებობდა კითხვა
მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ერთხელ გარედან მითითების შედეგად რადიკალებმა მთლიანად ჩაჩეხეს პირდაპირ, ასე ვთქვათ, დისკუსია და დებატი, არ არსებობდა კითხვა, რომელსაც მათი ტელევიზიების გავლით ჩვენამდე ვერ მოიტანდნენ ყველანაირად წვავე ფორმით და არ არსებობდა კითხვა, რომელსაც პასუხი არ ქონია, რომელსაც პასუხს გაურბივართ და ასე შემდეგ. ასე რომ ჩვენი მზაობა ყოველთვის იყო. თუმცა კიდევ ერთხელ ჩვენ ნახეთ, რომ საუბრის ნაცვლად უნდა იყოს ყვირილი, ლოზუნგები, ძალადობა, ზიზღი, ეს არის რაც დღეს სამწუხაროდ ბრიუსელის დაფინანსებით საქართველოში ხდება, რომ ზიზღი, ძალადობა უნდა იყოს წაქეზებული. რაც შეეხება პლატფორმებს, რა თქმა უნდა, ჩვენ მიზანი რა არის? მიზანი ხო ის ხო არ არის, რომ იქ კორიდა გაიმართოს და ყვირილი და ჩხუბი იყოს, ხო? ჩვენი თავარი არსი და დასკვნაც ის არის საზოგადოების, რომ უნდა იყოს საგნობრივი დისკუსია, განხილვა, სიძულვილის, წიბილკივილის და არ ვიცი, ასეთი შეძახილების, რა თქმა უნდა, მაცადეთ, რომ ამ ყველაფრის გარეშე უნდა წარიმართოს. ამიტომაც მნიშვნელოვანი არის, რომ ნებისმიერი ასეთი ფორმატი უზრუნველყოფდეს მსგავს გარემოს. ეს ერთი და მეორე, რა თქმა უნდა, იმისთვის რომ ჩვენ გქონდეს ასე ვთქვათ, ოპონენტებად ჩვენ ვაღიარებთ, რა თქმა უნდა, მათ, ვინც კონსტიტუციურ წესრიგს აღიარებს. ვინც კონსტიტუციურ წესრიგს არ აღიარებს, ის მტრობს საქართველოს კონსტიტუციას, არ აღიარებს საქართველოს კონსტიტუციას და რა თქმა უნდა, რთული იქნება წარმოვიდგინოთ, რომ ასეთი დებატების მონაწილე ვიყოთ. მათ შორის ეს ეხება რადიკალური ოპოზიციის კუთვნილ მედიას, რომელიც დღემდე არ აღიარებს საქართველოს კონსტიტუციას, არ აღიარებს დემოკრატიას, არ აღიარებს ხალხის მიერ გაკეთებულ არჩევანს, ამიტომ უპირველეს ყოვლისა რადიკალური ოპოზიციის ეს ნაწილი და მისი ტელევიზიები უნდა დაუბრუნდნენ კონსტიტუციურ წესრიგს, აღიარონ საქართველოს კონსტიტუცია და ამ შემთხვევაში, მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, რომ განვიხილოთ ამგვარ პარტიულ მედიაში ჩვენი მონაწილეობა დებატებში. ამერიკის დელეგაცია ბაზარი შალვა რამდენიმეჯერ დაგისვით ჩვენ გვებას ხო და ამერიკის დელეგაცია და ამასთან დაკავშირებით საუბრობენ პოლიტიკოსების, მისი ოჯახის წევრებით, ცალკეული ადამიანების ჯგუფი ამბობენ, რომ ეს საქმე მაინც არ არის შეფასებული ისე როგორც საჭიროა და მეტიც აი დღეს შაქარაშვილი წერდა, რომ ცალკეული ბიუროკრატები პირიქით ამ რეჟიმის წარმომადგენლების გვერდში დგანან და აქეზებენ. აი ცალკე საქმეც რომ შეგვიფასოთ თუ შეიძლება და ცალკე აი ეს გამოხმაურებად შემდეგ რაც გირგვლიანის საქმე გახდა ლაკმუსის ქაღალდი არა მხოლოდ საქართველოს მაშინდელი ხელისუფლებისთვის, არამედ გახდა მთლიანად იმ დასავლეთისთვის, რომელიც ნაციონალურ მოძრაობის რეჟიმს მხარს უჭერდა და კვლავ მხარს უჭერს. ეს არის ყველაზე ცხადი ტესტი ღირებულებებისა. პირდაპირ შეგვიძლია ეს საკითხი ავიღოთ და მიუსადაგოთ ნებისმიერ ევროპელ პოლიტიკოს, ინსტიტუციას თუ ასე შემდეგ და მივხვდებით ვისგან გვაქვს საქმე. შესაბამისად, როდესაც ჩვენ ხედავთ, რომ ამ საქმის ერთ-ერთი მთავარი თავის დროზე ჩამფარცვავი, შემკერი და ასე ვთქვათ მიმჩუმათებელი ზურაბ ადეიშვილი დღეს არის უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე თუ ასე მისი თანამდებობი და რეალურად ის გენერალური პროკურორი არის სინამდვილეში და როდესაც ხედავთ ჩვენ რომ და შესაბამისად იქ ვინც არის თანამდებობაზე იცით რომ ევროპელების ხარდაჭერის გარეშე იქ ეგეთ თანამდებობებზე ვერ არიან და ბევრი რამე გარედან იმართება. ასე რომ ხედავთ რომ ადამიანი რომელიც ამის მონაწილე იყო დღეს წარმოჩენილი ყავთ პროკურორად. ის ვინც მისი მოადგილე იყო დღეს მოლდოვაში ქალბატონი წოწორია. მოლდოვაში მოსამართლეებს ურჩევს ვეტინგის წესით და პროკურორებს ურჩევს და ჩვენ გვეუბნებიან რომ მიბაძეთ მოლდოვა, სადაც გირგვლიანის მკვლელობის დროინდელი ხალხი და იმ გუნდის წევრები არიან წამყვან პოზიციაზე. აი ეს არის სამწუხარო დღევანდელი ბრიუსელის ღირებულებები. ეს არის მათი გაგებით ის რასაც ჩვენ უნდა დავემსგავსოთ. ჩვენ ამასთან დამსგავსება რა თქმა უნდა არ გვინდა. ის როდესაც მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მთავარი კოორდინატორი იქნებოდა ამისი პოლიტიკური სახით, მიხეილ სააკაშვილს ხან ცაილს კამს მიუძღვნიან ხოლმე ევროპის სახალხო პარტიაში და 2 წელი შეგვჭამეს, რასაც ქვია, მისი დახსნის მსურველებმა და ევროკავშირის მოქმედი ელჩი ყალბი საფუძვლებით დემარშებით მიდიოდა იუსტიციის მინისტრად, რაიმენაირად დაეხსნათ ის კანონიერი სასჯელისგან. აი ეს არის ამ დიდმა ტრაგედიამ
სინამდვილეში მოგვიტანა ყველაზე მეტი სიცხადე. ვისთან გვაქვს საქმე, როდესაც ვისთან ქონდა საქმე მაშინელი ხელისუფლების სახით, ამან კიდევ ერთხელ ცხადათაჩვენა და ვინ არიან ის პოლიტიკური ძალები, კიდევ იგივე ხალხია, იგივე სახეები არ არის, ან რასა იუკნევიჩიანები და სხვები. ეს ხო იგივე ხალხი არის დღესაც რომ ხარს უჭერენ აი ამ საძეგელი დანაშაულის ჩამდენებს, მის გამამართლებლებს და მათ ვინც როგორც სტრასბურგის სასამართლომ თქვა, ორკესტრირებულად მთელი სახელმწიფო წავიდა ერთი ადამიანის წინააღმდეგ. ასე რომ დღევანდელ დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ ის ფარისევლობა, რომელიც დღემდე არის ბრიუსელში და დღემდე არც ერთ აი იმ პოლიტიკოს ევროპას დღემდე არ დაუგმია სააკაშვილის რეჟიმი, რომელმაც ეს საძეგელი დანაშაული ჩაიდინა. ამერიკის დელეგაცია პირდაპირ ეთერში უსმენთ პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს. ჰელსინკის კომისიაში საქართველოში არსებული ვითარების შესახებ მოსმენა გადაიდო. ოფიციალურ მიზეზად ამინდი სახელდება. ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ჰელსინკის კომისიაში ოპოზიციის მხარდამჭერი ჯო ვილსონის და ასევე ლორა თორნტონის მოსმენა იყო დაგეგმილი, რომელიც დონალდ ტრამპს სექსუალურ მოძალადედ მოიხსენიებს. მოსმენის გადადების დასახელებული მიზეზი არალოგიკურად მიაჩნიათ ქართულ ოცნებაში. ბრიფინგის მოსმენის გაუქმებით საქართველოს არც არაფერი შეემატება, არც არაფერი დააკლდება. სწორედ იქიდან გამომდინარე, რა შინაარსიც უნდა ყოფილიყო, რომ კიდე ერთი იერიში იქნებოდა საქართველოზე, ასე რომ მისასამებელია, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს, მისასამებელია ამ ბრიფინგის გაუქმება თუ გადადება და ჩვენ იმედს ვექონიათ, რომ საერთოდ არ ჩატარდება ასეთი ბრიფინგები, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ თუ მიზანი არის ორმხრივი ურთიერთობის ხელშეწყობა, ასეთი ღონისძიებები ხელს ნამდვილად არ უწყობს ამ პროცესს. ეს თითოეული ადამიანი, ვინც ამ მოსმენაზე არის მოწვეული, იყო მოწვეული, რა თქმა უნდა, მიზან მიმართულად ყველამ კარგად იცის, რატომ არიან ეს ადამიანები მოწვეულები, რომ მათი მიზანი სწორედ ეს არის, რომ მაქსიმალურად აურიონ და დააზიანონ ქვეყნის იმიჯი. რა სერიოზული მოსმენა და ბრიფინგიც უნდა გამართულიყო ჰელსინკის კომისიაში, ისეთი სერიოზული მიზეზი ჰქონდა ამ მოსმენის გადადებას, როგორც თავად თქვეს, რაღაც მსუბუქმა ზამთრის თოვლმა შეაშინა და მოსმენა გადაიდო. თუმცა ეს არის ჰელსინკის კომისია, რომელსაც აპროვოცირებს და წარმართავს ჯო ვილსონი, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს იმაში, რომ ჩინეთთან აქვს კომუნიკაცია, იმაში, როდესაც საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტი აქტიურად თანამშრომლობს როგორც ჩინეთთან, ასევე რუსეთთან და მეორე მხარეს ამ კომისიაზე უნდა მოესმინათ ლორა თორნტონისთვის, რომელიც ქართულ ოპოზიციას აგულიანებდა და ასწავლიდა, როგორ ქონდათ აქციებზე მსხვერპლი იმისთვის, რომ რადიკალური ცვლილებები მიაღწიათ. პრეზიდენტის მიერ შეწყალებული პატიმრები უკვე ტოვებენ სასჯელ აღსრულების დაწესებულებებს. დინაობის დღესასწაულთან დაკავშირებით პრეზიდენტმა 59 პატიმარი შეიწყალა. შეწყალების აქტი შეეხო 57 მსჯავრდებულს, ხოლო 2-ს ნასამართლეობამ მოეხსნა. ანა ბერძენიშვილია პირდაპირ ეთერში. 59-მე მსჯავრდებული ამ მომენტისთვის არის გათავისუფლებული. მეორე შანსი და ახალი ცხოვრების დაწყების შესაძლებლობა საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ 59 პირს მისცა. გეგუთის, ქსნის და გლდანის სასჯელ აღსრულების დაწესებულებები პატიმრებმა უკვე დატოვეს. ბუნებრივია, მათი ემოციები იყო პოზიტიური, მათ ასევე სასჯელ აღსრულების დაწესებულებებთან ელოდებოდნენ ოჯახის წევრებიც. ისინი აცხადებენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მათთვის იყო მოულოდნელი, ისინი გახარებას გამოთქვამენ, ამბობენ, რომ მათთვის ეს გადაწყვეტილება არის ახალი ცხოვრების დაწყების შესაძლებლობა. ისინი აღნიშნული გადაწყვეტილებისთვის მადლობას უხდიან როგორც საქართველოს ხელისუფლებას, ასევე საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს. ძალიან ემოციებში ვარ და დიდი მადლობა. არა, არ ველოდებოდი. 5 თვე მქონდა დარჩენა. ძალიან მოულოდნელი იყო და ძალიან გახარებული ვარ. შვილო, მადლობა ყველას, ვინც ეს სიკეთე გაიღო. დაწერილი მქონდა შემიცხადა. მადლობა ციხესუფლო. მოულოდნელი იყო, რა თქმა უნდა. არც ველოდი დღეს მეგონა მეხუმრებოდნენ. საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილება ეხება ჰუმანურ პრინციპებს. მიხეილ ყაველაშვილმა ნინოობის დღესასწაულის გარდა მიმდინარე წელს ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით ასევე შეიწყალა 159 პატიმარი.
ანა ბერძენიშვილი გვერდებოდა პირდაპირ ეთერში. მთავრობამ ზოგადი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფცია დაამტკიცა, შესაბამის განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა მოაწერა ხელი სასწავლო პროგრამების რეფორმის უმთავრესი მიმართულება ფუნდამენტური საგნების სწავლების გაძლიერება იქნება. უფრო დეტალურად რას ითვალისწინებს ზოგადი განათლების რეფორმა, ამას რატი მეტრეველი გვეტყვის. ეხლა ზოგადი განათლების ეროვნული კონცეფცია დამტკიცებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი სასწავლო წლიდან საგანმანათლებლო სივრცეები მართლა თუ მეღადავენ. ახალი სასწავლო წლიდან საგანმანათლებლო სივრცეები ბევრი სიახლით დაიწყებენ სასწავლო წელს. რეფორმის მთავარი მიზანია სასკოლო სივრცეები იქცეს იმ სივრცეებად, სადაც მოსწავლეები მიიღებენ ისეთ ხარისხიან განათლებას, რომ აღარ იყოს საჭირო დამატებითი ძალისხმევა და მომზადება ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად. ამისთვის სკოლის დამამთავრებელი საფეხურის მოსწავლეები თავად აირჩევენ იმ საგნებს, რომელთა სიღრმისეული შესწავლაც იქნება მათთვის ხელსაყრელი, როგორც ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად, ასევე შემდგომში უკვე პროფესიული თვალსაზრისით, ასევე იხსნება სავალდებულო მე-12 კლასის სწავლება და მე-11 კლასის მოსწავლეებს თავად ექნებათ შესაძლებლობა გადაწყვიტონ, გაივლიან თუ არა მე-12 კლასის სწავლებას და ამისთვის სურვილის შემთხვევაში მათ რეგისტრაციის შესაძლებლობა წინასწარ მიეცემათ. ასევე იხსნება მე-12 კლასის, ასევე სიახლეები ეხებათ პირველ კლასელებსაც. პირველ კლასში შესვლას შეძლებენ ის პატარები, რომლებსაც 6 წელი შეუსრულდებათ 15 სექტემბრამდე, ხოლო რაც შეეხება რეგისტრაციას, საყოველთაო რეგისტრაციის ეტაპის დაწყებამდე მოსწავლეებს პრიორიტეტი მიენიჭებათ სარეგისტრაციო მისამართის მიხედვით. ასევე დაწყებით საფეხურზე, ანუ პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით სავალდებულო ხდება სასკოლო ფორმების ტარება, ასევე ცვლილებები ეხება სასკოლო სივრცეში მობილური ტელეფონის სარგებლობას, კერძოდ კანონით აეკრძალებათ როგორც მასწავლებლებს, ისევე მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესში მობილური ტელეფონებით სარგებლობა და ასევე სიახლეებს შევხვდებით სახელმძღვანელოების მიმართულებითაც, კერძოდ იგეგმება საერთო სახელმძღვანელოების შემუშავება და სწორედ აი ამ საერთო სახელმძღვანელოებით წარიმართება სასწავლო პროცესი საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლაში. ეს რეფორმა ეფუძნება ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ახალ დოკუმენტს, რომელიც 2024 წლის ივნისში პარლამენტმა დაამტკიცა და რომლითაც სწავლების პროცესი, მეთოდოლოგია და ყველა ის კომპონენტი, რაც სასკოლო ცხოვრებასთან არის დაკავშირებული, ეფუძნება იმ ღირებულებების დანერგვას, რასაც ეროვნული ღირებულებები ქვია. შემოგვაქვს ეგრეთ წოდებული რეპერტორიუმი, სადაც მოსწავლეებს, აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ აირჩიონ 3 ან 4 საგანი, რომელსაც სიღრმისეულად გაზრდილი საათების რაოდენობით მთელი წლის განმავლობაში გაივლიან და ისინი მოემზადებიან ეროვნული გამოცდებისთვის. აქვე მსურველთათვის ჩვენ ვტოვებთ მე-12 კლასის შესაძლებლობას, ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ 2028 წლის 15 სექტემბრამდე ყველა ფუნდამენტურ საგანში მოხდება ახალი სახელმძღვანელოების შემუშავება ექსპერტული ჯგუფების მიერ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ რეფორმის ფარგლებში ჩვენ უკვე დავიწყეთ მშობლებთან შეხვედრა, მათთან ერთად მსჯელობა რეფორმის მნიშვნელობაზე და ზოგადად მათი მონაწილეობის მნიშვნელობაზე სასკოლო ცხოვრებაში და არის სრული მხარდაჭერა გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ყველაზე ძვირფას ადამიანებზე, ჩვენ შვილებზე ამ ქვეყნის მომავალთაობაზე ვსაუბრობთ. რა თქმა უნდა, არსებით ნაწილს წარმოადგენს რეფორმის ის კომპონენტი, რომელიც დაწყებით საფეხურზე პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით სასკოლო ფორმების შემოღებას ეხება. ამ ყველაფერს ემატება ის მთავარი სიახლეც, რომლის მიხედვითაც საუნივერსიტეტო სივრცეებში სწავლების დაფინანსებას საქართველოს მთავრობა სრულად საკუთარ თავზე აიღებს და საუნივერსიტეტო სწავლება ხდება უფასო. მოკლედ 2026-2027 წლებს საგანმანათლებლო სივრცე ბევრი სიახლით შეხვდება. ეს რატი მეტრეველი იყო.
კონგრესის თანამშრომელთა დელეგაციის ვიზიტი საქართველოში ამერიკის საელჩო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ რეგიონული ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები შეხვდებიან საქართველოს ოფიციალურ პირებს და ოპოზიციის ლიდერებს. ასევე ეწევიან დევნილთა დასახლებას წეროვანში, რათა გაეცნონ საქართველოში არსებულ ვითარებას. დანაშაულის კონტროლის ეფექტიანობით საქართველოს მსოფლიოს საუკეთესო 20-ში ევროკომისიამ კანონის უზენაესობის ინდექსი გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის მიერ არის მომზადებული. კანონის უზენაესობით საქართველოს აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზეა. გამოკვლევის ფარგლებში დანაშაულის კონტროლის ეფექტიანობის მსოფლიო რეიტინგიც გამოქვეყნდა, სადაც საქართველოს შეფასების 100%-იანი სისტემით 92% მიიღო და მსოფლიოს საუკეთესო 20-ში მე-17 ადგილზეა. საქართველოს უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 23 სახელმწიფოს და სხვა არაერთ განვითარებულ ქვეყანას. ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი აწარმოებს, რომლის სათავო ოფისი ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარეობს. სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯს სასწავლო ცენტრის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა. კოლეჯი სარკინიგზო პროფესიებში კადრებს მოამზადებს. სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ მომავალი რკინიგზელები სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოში გამოცდის ჩაბარების შემდეგ მართვის მოწმობას აიღებენ და შეძლებენ დარგში დასაქმებას. შუადერეფნის კონკურენტუნარიანობის ზრდა და ამ მარშრუტში საქართველოს როლის გააქტიურება ქვეყნის სატრანსპორტო ლოგისტიკური პოლიტიკის პრიორიტეტია. ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს რკინიგზის მისი ტექნიკური ბაზის და ტრანსპორტის დარგში დასაქმებული პერსონალის პროფესიული უნარების განვითარებას. სარკინიგზო დარგის განვითარება ზოგადად ჩვენთვის პრიორიტეტს წარმოადგენს, შესაბამისად პრიორიტეტს წარმოადგენს როგორც ძირითადი ინფრასტრუქტურის განვითარება, ასევე მოძრავი შემადგენლობების განახლება, ადამიანური რესურსის კომპონენტი და ამ მიმართულებით ჩვენ ვთქვათ ძალიან ძირეულ ნაბიჯებს იმისათვის, რომ მოხდეს შესაბამისი დეფიციტური კადრების მიწოდება დარგისათვის, მოხდა საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა საქართველოს კანონმდებლობაში და ჩვენ ამ პერიოდში მოვახდენთ სარკინიგზო დარგისათვის შესაბამისი კვალიფიციური კადრების მიწოდებას ბევრად უფრო სწრაფად და მოვახდენთ ამას ეფექტიანად. სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯმა სრულად დააკმაყოფილა ის დაწესებული საკანონმდებლო მოთხოვნები, რომელიც სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის რეფორმის ფარგლებში იქნა მიღებული. შედეგად არსებული პროგრამა, რომელიც დაკავშირებულია მატარებლის მართვასთან, გახდა უფრო მოქნილი და ხელმისაწვდომი, რაც გულისხმობს იმას, რომ ფაქტობრივად გასამაგდა მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა და შემცირდა სწავლების ხანგრძლივობა. ჯანდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილე მილია ღუდუშაურმა ჩადენილი დანაშაული აღიარა და ითანამშრომლა გამოძიებასთან. განცხადებას პროკურატურა ავრცელებს. უწყება განმარტავს, რომ სწორედ ამ გარემოებებიდან გამომდინარე პროკურატურა ღუდუშაურის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაოს გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. ღუდუშაურს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტი აქვს ბრალდება წარდგენილი. 2022 წლის 27 სექტემბერს დევნილთა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 70 ერთეულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოსატრანსპორტო საშუალების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა მიიღო 3 პრეტენდენტმა და გამარჯვებულად გამოვლინდა ყველაზე დაბალი ფასის წარმოდგენი კომპანია. თუმცა ბრალდებულმა, რომელიც მოქმედებდა ტენდერში მონაწილე შედარებით მაღალი ფასის წარმოდგენი კომპანიის სასარგებლოდ, ხელოვნურად შექმნილი საფუძვლით უკანონოდ შეწყვიტა სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერი. 2023 წლის 10 მაისს მისივე მითითებით გამოცხადდა ახალი ტენდერის შეცვლილი პირობით, რომელიც მორგებული იყო ერთ კონკრეტულ პრეტენდენტზე და რომლის ხელმძღვანელებთანაც ბრალდებულს პირადი ნაცნობობა აკავშირებდა. გამარჯვებულად გამოცხადდა წინასწარ შერჩეული კომპანია, რომელსაც წარდგენილი შედარებით მაღალი ფასის გამო სამინისტრომ მინიმუმ 2.118.000 ლარით მეტი გადაუხადა. დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 332 მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა. სანდრო გირგულიანის მკვლელობიდან 20 წელი გავიდა. ნეიტრალურ საქართველოში მეაჩნიათ, რომ ეს სასტიკი დანაშაული, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ ჩაიდინა, სათანადოდ შეფასებული ამ დრომდე არ არის. ვატო შაქარიშვილი აცხადებს, რომ ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ, როგორი ვითარება იყო უახლოეს წარსულში, როგორ მოექცა სახელმწიფო უდანაშაულო ადამიანს და როგორ გაერთიანდა ყველა სახელისუფლებო შტო ამ დანაშაულის დასაფარად. 20 წლის შემდეგ ამ უმძიმესი ტრაგედიიდან ენით აღუწერელი სისასტიკით ჩადენილი მკვლელობიდან, რომელიც ჩაიდინა რეალურად სახელმწიფო ძალაუფლების გამოყენებით და მთელი იმ სახელმწიფო შტოების ჩართულობით, ამაზე ლაპარაკობს სტრასბურგის სასამართლოც, რომელიც
ვიყენებს ესე ვთქვათ სასამართლო პრაქტიკისთვის ცოტა განსხვავებულ ენას გადაწყვეტილებაში და წერს რომ ის გაოგნებულია იმ კოორდინირებული ქმედებებით სახელმწიფო შტოებს შორის რაც ემსახურებოდა ამ სასტიკ დანაშაულზე რომ არ აღსრულებული იყო მარცხაჯულება მიუხედავად აი ამ ჩანაწერისა რომელიც არსებობს და ამ გადაწყვეტილებისა რომელიც არსებობს სტრასბურგის სასამართლოში ამავე ევროკავშირის სხვა სტრუქტურებში ის პირები ვინც ეს სასტიკი დანაშაული ჩაიდინა დაგეგმა და საჯაროდ ამართლებდა ამ სასტიკ დანაშაულს მიღებული არიან ამ ევროსტრუქტურებში მხარდაჭერილი არიან ისინი დღესაც იცავენ თუ მათ წინააღმდეგ სამართალი აღსრულდება მათ პოლიტპატიმრებს უწოდებენ და ხედავთ რომ კვლავ ამ ადამიანების ხელით ცდილობენ საქართველოში გადატრიალება მოახდინონ და კვლავ ეს ამ მძიმე წარსულში დააბრუნონ ჩვენი ქვეყანა. ამიტომ ყველამ უნდა იცოდეს განსაკუთრებით ახალგაზრდებმა ვინც დღეს თვლიან რომ ადამიანის უფლებების დარღვევა ყოფილა თურმე რუსული წარმოების ტუშონკის ჭამა დროებითი მოთავსების იზოლატორში უნდა გაიაზრონ რა წარსულიდან გამოვედით. ის რომ სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს უწოდებდნენ დემოკრატიის შუქურას, ეს იყო ფასი იმისთვის რომ შემდგომ სააკაშვილს მათი ინტერესებისთვის სხვა ბევრი სანდრო, სხვა ბევრი ახალგაზრდა ქართველი ბიჭი შეეწირა მათი ინტერესებისთვის რუსეთთან დაპირისპირებაში. სამართალდამცველებმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი დააკავეს, მათ შორის ერთი ლიდერი. ისინი თბილისსა და სხვადასხვა რეგიონში სასურსათო მაღაზიებს ქურდავდნენ და უკანონოდ დაუფლებულ ნივთებს წინასწარი შეთანხმებით სავაჭრო ობიექტებში აბარებდნენ. დაკავებულთა შორის არიან ის მოვაჭრეებიც, რომლებიც იბარებდნენ ნაქურდალს, შემდგომში მისი რეალიზაციის მიზნით. დაკავებულთაგან 2 არასრულწლოვანია. მომისმინე ხა ყლე მორჩი ჩემი დედასაშ მეთქი გაინცერით მეთქი მინიმუმ 500 ლარი ეხლა დღეს გვჭირდება. აი გეუბნები აი ყაჩაღობა რომ დავჭირდეს ეს 500 ლარი უეჭოლი მინდა. ჩემი დედა თუ არ გადავხიო, ჯობია შევიდეს, თორე ან ედი ბიჭო. ეგრე უდგანზო. ჩემი დედა უაძერ უყურე. მე ვიყო დედა თუ აი მენა აი იმენა ფეხები აზავალეთ. რაკენით? ჯეკვოტი უკვე უკან მოვდივართ. ლომა იჩრები მათ მეხამა კალაკები და შამპუნები მათ რა და დეზოდორანტები და მაგეებსაც თუ აიღებ 3 ლარებში თითოს გარე დატექი სიბნელეში იქეთ გაჩედევიჯე ბუნკერებთან აგინა გადი იქით ისო წადი იქით თოთვაკინიკეთ ბუნკერებთან შეიძლება კამერით დრო დაგდე წადი იქეთ ხალე ორგანიზებული ჯგუფის ლიდერი დანაშაულებრივ სქემაში არასრულწლოვნების მათ შორის პასუხისგებლობის ასაკს მიუღწეველი მოზარდების ჩაბმას სისტემატურად ეწეოდა. კერძოდ იგი კონტაქტზე იყო დანაშაულებრივი ჯგუფის წევრ არასრულწლოვნებთან და უზრუნველყოფდა მათ გადაადგილებას თბილისსა და რეგიონებში, სადაც წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით ობიექტებს ქურდავდნენ. არასრულწლოვნები ობიექტებიდან მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდნენ დიდი ოდენობით თანხას, სურსათს, სხვადასხვა ალკოჰოლურ სასმელს და სიგარეტებს. ნაქურდალ პროდუქტს კი საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასში თბილისში თევდორე-მღვდლის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრში წინასწარის შეთანხმებით აბარებდნენ. ნაქურდალის რეალიზაციის შედეგად დანაშაულებრივი გზით მიღებული თანხის ძირითად ნაწილს ჯგუფის ლიდერი ისაკუთრებდა. ამასთან დაკავებული მოვაჭრეების საცხოვრებელი სახლებისა და კუთვნილი მაღაზიების ჩხრეკის შედეგად ამოღებულია სავარაუდოდ ნაქურდალი პროდუქციის რეალიზაციის შედეგად მიღებული დიდი ოდენობით ფულადი თანხა. სხვადასხვა დასახელების პროდუქტი, სიგარეტები და ალკოჰოლური სასმელები. რამდენიმე წუთის წინ დასრულდა შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში. საკოორდინაციო ჯგუფის წევრები შეხვდნენ ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს. რა განცხადებები გაკეთდა შეხვედრის დასრულების შემდეგ, ამას ნინო არღლიანი გვეტყვის. საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა ეს განცხადებები გააკეთეს დღეს კომპანიების წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციიდან გამოსვლის შემდეგ. ბიზნესი ამბობს, რომ შეიქმნება საკოორდინაციო საბჭო რამდენიმე სამინისტროს ჩართულობით და ამ საბჭოს ფარგლებში მათ ექნება შესაძლებლობა წარადგინონ კონკრეტული წინადადებები თუ სათხედავენ სივრცეს იმისა, რომ ქვეყანაში მედიკამენტები შემცირდეს. მსხვილი კომპანიის ხელმძღვანელები ამბობენ, რომ არსებობს რამდენიმე დადგენილება, რომლებიც
დაკავშირებით წამლების რეგისტრაციას ქვეყანაში აფერხებს და ასეთი ტიპის დადგენილების გადახედვის შემდეგ არსებობს სივრცე იმისა, რომ ფასები შემცირდეს, რაც შეეხება საკოორდინაციო საბჭოს მუშაობას. მუშაობა საბჭო უახლოეს პერიოდში დაიწყებს. დღეს კომპანიის ხელმძღვანელებმა არ დამალეს კმაყოფილება იმასთან დაკავშირებით, რომ მთავრობა პრემიერის ხელმძღვანელობით მზად არის ბიზნესს მოусმინოს. შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი. პრემიერ-მინისტრმა, მინისტრებმა, მთავრობის წევრებმა და კომისიის წევრებმა მოგისმინეს ძალიან ყურადღებით. დაინიშნეს ძალიან ბევრი საკითხი. რაც გაჟღერდა ხელისუფლების მხრიდან არის ის, რომ ჩვენ წარვადგინოთ ყველა ის წინადადება, რომელიც ხელს შეუწყობს მედიკამენტების გაიაფებას. ჩვენი ბიზნესმენების ბუნებრივი ინტერესია, რომ რაც შეიძლება ნაკლები ფასნამატით, რაც შეიძლება იაფად გავყიდოთ პროდუქცია, მით უმეტეს მედიკამენტები, რომ მოსახლეობამ შეძლოს მისი შეძენა. ამჟამად საქართველოში ბრუნვაში არის დაახლოებით 10,000 მედიკამენტი, 7,000 არის უკვე რეფერენტული ფასი, იმ 3,000-საც თანდათან ამატებს სამინისტრო. რეფერენტულ ფასებზე, რა თქმა უნდა, იყო საუბარი და საქართველოში 22 წლიდან არის რეფერენტული ფასები აპტეკებში და ეს ძალიან კარგია, იმ მხრივ, რომ რეგულირებულია ფასი. ჩვენი აზრი არის, რომ ადგილობრივი წარმოების წილი უნდა გაიზარდოს და აუცი ამ მხრივ ჩვენი ქვეყანაც უნდა დაეწიოს იმ ქვეყნებს, ვისაც ადგილობრივად სადაც აწარმოებენ მედიკამენტებს და შედარებით იაფი გამოსდის აქედან გამომდინარე და ამ მიმართულებით უნდა იმუშაოს. მედიკამენტების 2/3-ზე მთავრობას რეფერენტული ფასები უკვე დადგენილი აქვს. წამლების ნაწილზე კი ფასების დადგენა, ზედაზღვარის დადგენას უახლოეს პერიოდში გეგმავს, თუმცა როგორც ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ფასების კლება შესაძლებელი არ არის, როგორც მოისმინეთ, დღეს გადაწყდა, რომ შეიქმნება საკოორდინაციო საბჭო, სადაც სწორედ ბიზნესი საკუთარ ხედვებს და წინადადებებს წარადგენს ფასების კლებასთან დაკავშირებით. დღეს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს კომისიის სხდომას 25-მდე კომპანიის ხელმძღვანელი ესწრებოდა. პირდაპირ ეთერში ნინო არღვლიანი გვერდთვებოდა. ქართული კომპანიები დუბაიში საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობენ. გალფუდის ფარგლებში კომპანიებმა ქართულ პავილიონებში გადამუშავებული და ცოცხალი ხილბოსნეული წვენები, თხილი და თხილის პროდუქტები, ყველი, სანელებლები და ლიმონათი წარადგინეს. საერთაშორისო მასშტაბურ გამოფენაში 130-ზე მეტი ქვეყნიდან 100,000-ზე მეტ სტუმარს ელოდებიან. ქართული კომპანიები სააგენტო საწარმოეს საქართველოში მხარდაჭერით და ორგანიზებით მონაწილეობენ. გამოფენაში არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გალფუდი 26 იანვარს გაიხსნა და 30 იანვარს დასრულდება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოფენა ამ რეგიონში და ფაქტობრივად ჩვენი სტატისტიკის მიხედვით ყველაზე ეფექტური, ყველაზე მეტ კონტრაქტს ჩვენი ექსპორტიორები ყოველთვის ამ გამოფენაზე ამყარებენ ხოლმე და ამიტომ ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს გამოფენაც ეფექტური იქნება. თვითონ ორგანიზატორებისგან არის მოლოდინი, ეს გამოფენაზე გაორმაგდება წელს ვიზიტორების რაოდენობა. ჩვენ ვართ გალფუდზე პირველად და ასევე პირველად გვაქვს წარმოდგენილი აჭარული ხაჭაპურის საექსპორტო ვარიანტი. სრულად სერტიფიცირებული გზელვადიანი შენახვის ვადით. Ქონდა რამდენიმე შეხვედრა, ქონდა რამდენიმე დაინტერესებულ კომპანიასთან მოლაპარაკება და იმედი გვაქვს, რომ წელს რამდენიმე თვეში უკვე პირველად განვახორციელებთ ექსპორტს. ჩვენ ვაწარმოებთ კაკალს კახეთის რეგიონში და მოლოდინი არის ძალიან მაღალი, იმიტომ რომ პირველი დღე და უკვე ძალიან ბევრი ადამიანის ინტერესი გამოიწვია, ძალიან ბევრი კომპანია მოვიდა შეხვედრაზე ჩვენთან და დაინტერესდა საქართველოს პროდუქციით. ქრონიკაში ახლა რეკლამის დროა, რამდენიმე წუთში დავბრუნდებით.